ორი კამერა ცოტა ზედმეტი არის. ფოტოგრაფია არის სულის მდგომარეობა. რუსეთში არ შეგიძლია რომელიმე კადრი დატოვო ყურადღების მიღმა. იმერეთი ხელგაშლილი, იმერეთი გულგაშლილი, იმერეთი ჩემი იმერეთი, იმერეთი ჩემი იმერეთი. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანი. ირაკლი ბიგოვა ფოტოგრაფი. უფრო მეტი გითხარი შენ შესახებ. ქუჩისა დოკუმენტური ფოტოგრაფი. ქუჩის ფოტოგრაფიაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ბევრი რო გადაიღო ალბათ რა. ადამიანებთან ურთიერთობა? გააჩნია, მე არ შევდივარ ხოლმე ურთიერთობაში, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მე დადგმული ხდება რა, ანუ ერევის სიტუაციაში და ის აღარ არის უკვე შენი ჩარევის შედეგად რაც შეიქმნა ეგ ხდება და ეგ ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ხანდახან ვერ გავუგებართ ხოლმე მაგას. არა არის ხოლმე 1-2 რაღაც წამის მიასედი, სანამ შეგამჩნევს რო უღებ და რო შეგამჩნევს კი ცოტა და მე უკვე ისე. უნდა მოასწრო მოკლედ. დღესაც წავალთ. ქუთაისის ქუჩებში. რომელ ნაწილში უფრო? ცენტრალურ ნაწილში. რატო არჩიე ადგილი? ლამაზია ალბათ. ალბათ ისტორიული ნაწილია. და ფოტოგენურია. კარგი, წავიდეთ, გამოყვებით. ყველას თავისი ქუთაისი აქვს, ჩამოსულსაც და აქაურსაც და შენი ქუთაისი როგორია? არ ვიცი. აი პროექტი მაქვს სხვათა შორის მაგის გასაგებად. ანუ ქუთაისი ქვია. ეგ არის ანუ ქუჩის ფოტოგრაფია და პლუს ქუჩაში რაგონილი ფრაზები. ანუ ამის კომბინაციით რაღაც ჯერ ესე საცელად ზინის ფორმა მივეცი, მაგრამ გეგმაში მაქვს რომ ფოტოწიგნი იყოს, მაგრამ ჯერ მხოლოდ შეგროვებით ვარ ამ ფოტოების და ფრაზების დაკავებით. რამდენი ხანია რაც დაიწყა ეს პროექტი? ალბათ 2 წელი დაახლოებით. ძალიან კარგიო, ხო, მეუთხარი აბა. მაგის მიზანია რომ რაღაც ჩემ სუბიექტური ქუთაისი როგორია ეგ გამოჩნდეს. რაღაც ერთსიტყვიანი არ იქნება ან ისეთი ან ასეთია. თან გრძელ პერიოდი იქნება ამაში რამოდენიმე წელი და თავიდან სხვანაირი იქნება და შემდეგ როგორც იცვლება ხოლმე ცხოვრება, ისიც შეიცვლება რა. მაგრამ ნახოთ როგორი გამოვა. ალბათ ეგეთი იქნება ალბათ ჩემი ქუთაისი. ფერადი თუ შავთეთრი ისე? ორივე. რა დროს რომელი? და შენთვის რას გამოხატავს? შავთეთრი ფერი როცა მიდევს კამერაში, ხო? მაშინ სულ სხვანაირად ვაზროვნებ. ანუ სხვანაირად ხედავ უბრალოდ. ხედავ შუქჩრდილებს უფრო რა, ფერებს ყურადღებას არ ვაქცევ. და ეგ სხვანაირ კადრები მოაქვს შემდეგ მაგას. როცა ფერად ფირმას ან ციფრულით ვიღებ ფერადად, მაშინ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ფერებს. შესაბამისად ფოტოებიც სხვანაირი გამოდის და ეს სხვაობა არის შავთეთსა და ფერად შორის. თუმცა შემდეგ იმას არ ვემხრობი, რომ თქვა ფერაც რო გააშავთეთრებ, მე უკეთესი ფოტო ხდება, ეგ არ ამგონია რომ სწორი იყოს. თავიდანვე უნდა იცოდე რას იღებ ფერში და რას იღებ შავთეთრს, ხო? როგორი ამინდი გიყვარს ყველაზე მეტად გადასაღებად? ალბათ მზიანი. ძირითადად ვიღებ მანუალზე, ანუ სანი 16, ანუ მზიანი 16-ის წესით. და მარტივია უფრო რა ჩემთვის უფრო სწრაფი არის. და მანუალ ფოკუსით კი ამაზე სწართულია ეგ. ანუ მანუალ ფოკუსზე F16-ზე მოხურავ, ერთზე დაგააჩერებ, ანუ უსაცრულობამდე რომ იყოს და რა შეიძლება მეტი რაღაცები მოყვეს და აი არ გჭირდება ფოკუსზე ფიქრი, არ ხوار გავმაზიან რამე რა. შენი საყვარელი ფოტოგრაფი? ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია დღემდე არის, რომლიდანაც ასე ვთქვათ, ცოტა უფრო
გავაცნობიერე რა იყო ფოტოგრაფია. ბევრი წლის წინ იყო ტელევიზორში ნახე სიუჟეტი. ან ტაირონ საიმონი. მისი პროექტი არის The Innocents, ანუ უდანაშაულოები ქვია. ეს პროექტი არის რამოდენიმე ფოტო, სადაც 10-მდე თუ არ ვცდები, ან ცოტა მეტი. რაღაც რენდომ ხალხი დგას სხვადასხვა ადგილებზე, ან წერს. პროექტის იდეა იყო რა, რომ სანამ DNM-ის გამოყენებას დაიწყებდნენ გამოძიებებში და სასამართლო პროცესებზე, ანუ დრო დაედგინათ დამნაშავე. მანამდე იყო ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი. ჩასმული ციხეში ძალიან დიდი ხნით რა, ანუ ზოგს სიკვდილი მიუსაჯეს და ზოგი ათეული წლები და ის ჰქონდათ ნიჭილი. და შემდეგ როცა შემოვიდა ეს DNM-ი, ბევრი გაამართლეს ამის გამო. ეს დამნაშავეები, ანუ რომელიც არ იყვნენ დამნაშავეები, დიდი ნაწილი მოწმეებმა ფოტოებით ამოიცნეს. ანუ ფოტოგრაფია რამდენად მართლა ეხმარება ადამიანს, რომ ამ შემთხვევაში პირიქით რომ მოხდა რა. ხო და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მას შემდეგ ძალიან დავინტერესდი ფოტოგრაფიით რა. ფოტოს ძალა აჩვენა შენთვის დადებით და უარყოფით კონტექსტში ამ ორივე. ჯერ ის ისტორიები მოყვა რომ ახლა ესეთი რაღაცები ხდებოდა. ქართველი ფოტოგრაფი? შენი საყვარელი? ესე ბევრი, ანუ როგორც უცხოელი ქართველი, მაგრამ განსაკუთრებით ეხლა ბოლოს რაც ნახე, დარო სულაკაურის პროექტი რო არის, ხო, ბავშვებს რო იტაცებდნენ. აი ეს პროექტი არის ძალიან მაგარი. სოციალური თემები გაინტერესებს. აი ესე გამოვიდა. შენ თვითონ როგორ ირჩევ თემას? რაც მაწუხებს ხოლმე იმის მიხედვით რა. ბოლო პროექტი ან გადასაღებად გასვლის დღე გაიხსენე, რომელიც იყო რაღაცნაირად აწმყოს გამოძახილი. ხო, ეგეთი პროექტი მაქვს საერთოდ. დუმილის ეკო ქვია ერთს და მეორეს კონტრასტ 41. ანუ ჯერ დუმილის ეკოთი დაიწყო ყველაფერი. ცოტა გრძელი ისტორია. მოგვიყევი. რამოდენიმე წლის წინ მოხვდი თავიაროთ. სახელოვნებო რეზიდენციაში. ქუთაისელი არტისტები ვიყავით სხვადასხვა დისციპლინიდან, ზოგი მხატვარი იყო, ზოგი ფოტოგრაფი, ასე შემდეგ. და კურატორები იყვნენ თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმიდან ანა წერეთელი და ანა გაბელაია, დიდი მოკითხვა მათ, დიდი სიყვარული. და თემა ჰქონდა ესეთი ამ სახელოვნებო რეზიდენციაზე უნდა გვემუშავა კულტურული მემკვიდრეობის გადააზრება. და ეს იყო 2024 წლის თებერვალში დაიწყო ეს. და მარტში კი გახსოვს რაც მოხდა, რომ ის მეორედ რო გამოაგორეს ეს კანონი. და იმდენად მოქმედებს და დღემდე რაც ხდება მოქმედებდა ჩემზე რომ სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი რა, ანუ რა უნდა გამეკეთებინა, რაღაც ვერ კონცენტრირებოდი ვერაფერზე ამის გამო და ბოლოს ჩემი პროექტი ეს დუმილის ეკო მასე დაიწყო. რაც მოიცავდა ქუთაისში არსებულ შენობებს, რომლებიც დაკავშირებული იყო 24-37 წლის რეპრესიებთან. ანუ ვიღაც ცხოვრობდა, მუშაობდა იმ შენობებში რა. ანუ დაიწყო იქიდან რომ მე თვითონ პავლო იაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ და ჩემს გვერდით არის პავლო იაშვილის სახლი, სადაც ცხოვრობდა ეს თბილისში გადასვლდნენ და იქ იკრებავდნენ ჯერ ცისფერყანწელებს, ან წავიდნენ თბილისში. ხო და ეს პავლო იაშვილის ისტორიაც ხო ყველა მიცით რომ მასაც ეს წლების განმავლობაში უცხოეთის აგენტს ტენიდნენ. და უკვე ისე იყო შეწუხებული რომ ის პირველ ახლობლებიც კი ანუ ეჭვის თვალით უყურებდნენ რომ თუ არ ხარ დაგვიმტკიცე რა და ბოლოს როგორც დამთავრდა კი იცი. გამოფენა უნდა ქონოდა ივლისში და ვიცოდი რომ ბევრი ისეთი ადამიანი მოვიდოდა ამ გამოფენაზე რომლებიც ჩუმად იყვნენ. და რაღაც წარმოვიდნენ რომ მათთვის მინდოდა რაღაცა რომ შემიხსენებინა რა. მაშინ მიემიტურად ჩეროდა რომ არიციან თქო რა დაავიც. შემდეგ იყო კონტრასტი 41. ეგ დაიწყო, როდესაც დავაანონსეთ, რომ ევროპასთან ვილაპარაკებებს წვეთ თქო. მაკვირეჩი ვერ ვიღებდი. ანუ იმდენად ემოციური იყო, იმდენად ემოციური ფონი იყო, რომ კამერაში ვერ ვიხედებოდი. მე ცოტა უკვე თებერვლისგან რაღაც რო შეიცვალა სიტუაცია ჩემში, მე დავიწყე გადაღება. და მინდოდა ეს კონტრასტი მიჩნევა, კონტრასტ 41, როგორც ფოტოშოპში ახლა 41-მდე რო აწევ, რაღაც ესეთი კონტრასტი გაიჩითა რა უცებ ჩვენთან.
პირველი რა იქცევს ხოლმე ისე შენს ყურადღებას ადამიანები თუ გარემო რამ შეიძლება პირველად მოგანდომოს გამოყენება ფოტოაპარატის ზოგადად ამ ბოლო დროს ისეთ რაღაცა დამჩენდა რომ სამი პლანიან წინა პლან foreground, midground და background ცდილობ რომ ეგ დავინახო. თუ ხედავ მაგას ეგრევე ვიღებ. მაგაზე გამახსენა რომ არ ვაკეთებ რას. აღარ ვაკეთებ ზოგადად ადრე ხშირად ვაკეთებდი. რაღაცა თქვა სცენა ან განათება სადღაც მომწევს, მაგრამ აფრის საინტერესო არ ხდება რა და ელოდები რაღაცა ამ ვიღაცამ რომ გაიაროს რაღაცა ეგ მივხვდი რომ მაგაზე ლოდინი აღარ ღირს და ყველა დროის გარკვევა. შეგიძლია გახვიდე და ეგ შეიძლება რაღაცა უკეთესი ნახო და ნამახარი შეიძლება გამაზე. თან პროცესში აგვიხსენი რაც წეგან მითხარი, რასაც აქცევ ახლა შენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას. ეს ადამიანი წინ რო იყოს და უკან ისე უბრალოდ ისე უბრალოდ ქუთაის უყევთ და თქვენ როგორც ქუთაისის ნაწილი თქვენს გიღებთ. თქვენ საერთოდ ქუთაისელი. ეს ჩვენი ბიჭია. კონტრასტ 51-ის პირველი ფოტო რომელიც არის დილიდან აქცია როცა დაიწყო იქიდან აქციაზე ვიყავი და არაფერი ისეთი ღირებული არ მქონდა რა რომ ნახე და უბრალოდ რო ვიცოდი რაც გადავიღე და უკვე საღამო იყო რა დაბნელდა და იმის პარლამენტის წინ რო გალერეა იმაზე ვიყავი ესე მიყუდებული და ვფიქრობდი რომ ანუ რა შეიძლება კიდე რომ გადავიღოთ ხო და ჩემ წინ ესე სვეტები ხო აქვს წინ და იქ ვიღაც ტიპი ტელეფონში იყო ჩემს გვერდით ორი ადამიანი საუბრობდა და ერთმანეთს აჩვენებდნენ აი ჩიტაძის ქუჩა პორტები აი ქედან რო ჩამოვდიოდი თომაში რაღაც ისტორიებს უყვებოდნენ რა მოკლედ და აი ეს უცებ-ესე რო ვიხედავდი ეს ტიპი აქეთ ეს ტიპი აქ ხელს იშვერს და ქვემოთ ადამიანის სილუეტი იყო და უკან აქცია და ზუსტად აი ეს მე რაც მომწონა რომ foreground, midground და background ეგ გაიშვა და გადავიღე ორი კამერა ცოტა ზედმეტი არის. ყურადღებას ვიქცევთ, ხო? კრიტიკული ხარ შენი ფოტოების მიმართ? მე მგონი უნდა იყო რა. კი. ანუ სხვანაირად არ მგონია განვითარდა რამეში, თუ საკუთარ გაჩნია ხ დოზა ძალიან კრიტიკული არ უნდა იყო. შეიძლება ჩაიკეტო თავი. მაგრამ კრიტიკული უნდა იყო. რაში მომეხმარებ შენი საქმე არ ხარ ჩაჭვეს ხეცაც გადავიდეთ და მალევე გადავუბრუნდეთ უკან. თევზებს პასკები? ასეც ადამიანები აღარ ჭამენ, იმათ უნდა ჭამონ. ირაკლიანი ფოტოგრაფი და მასა ვაკეთებ. მე თვითონ 10 წელია ვიღებ ფოტოებს, ახლა ჩემ ფოტოები არქივში დავიხდი. მაგარია. ძალიან საინტერესოა ფოტოგრაფია ზოგადად. ეს არ არის მარტო პროფესია. ფოტოგრაფია არის სულის მდგომარეობა. როცა შენ არ შეგიძლია რომელიმე კადრი დატოვო ყურადღების მიღმა. მადლობა ქალბატონ ქეთევან. წარმატებები. აი თუ მომძერნით Facebook-ზე. მოგძებნით აუცილებლად. მადლობა. მადლობა. კარგად. ქუთაისში როგორ ადამიანებსაც შეხვდები იშვიათია სხვა ქალაქებში და ყოველდღიურობაში რამდენად აღსაქმელი არის ეგ შენთვის. ჩვენ როცა ჩამოვდივართ, მაგას უფრო კაფეოდ ხედავთ. სულ გაკვირვებს ეს ქალაქი რაღაცით.
დიდხანს რო ცხოვრობ ქალაქში, იღებ ამ ქალაქს, ხო? მე ეჩვევი. და ბევრ რაღაცებს მაზავ, იმიტომ რომ შენს მეხსიერებაში სიტყვაზე ის რაღაც სცენა არის დამახსოვრებული, რომ უკვე 1000 ჯერ გახსნა. შეიძლება შეიცვალოს და იმ ცდილობას მე ვეღარ ამჩნევ და ისევ ძველებურად გახსოვს. რა ფოტოაპარატით იღებ? ეხლა ვიღებ Fuji X100F-ით, ციფრით. ქუჩის ფოტოგრაფიისთვის კარგია? იდეალური არის. კი. ნუ ლეიკა არ არის. პატარა, კომპაქტურია, სწრაფია მეტნაკლებად, არა საკმარისად. ყურადღებას არ იქცევ? კი, არ იქცევს ყურადღებას. და ხარისხიც ნორმალური აქვს რა. ლინზა? ლინზა ალბათ 35 მმ არის ქუჩისთვის იდეალური. ანუ 50 უკვე ძალიან ვიწრო ხდება. თან ფოკუსის სიღრმე უკვე 50-ზე ბოლომდე რომ მოხურო არ გეყოფა, ცოტა ყველაფერი ფოკუსში იყო, ცოტა მოშორებით უნდა დადგე. 35 მმ-დან აი 1 მეტრიდან და უკვე შემდეგ უსასრულობამდე ყველაფერი ფოკუსშია და უფრო ფართეს რაც შეეხება, ცოტა უფრო დისტორშენი 28 და 24-ს უკვე დისტორშენი აქვს და თან უფრო დიდი კუთხეა და ცოტა რთულია იმის შევსება რა იქ. ეგ ალბათ კაუდელკა შეეძლო მარტო. პრაღის გაზაფხული და ბოშები, თვარსები მაგ ლინზით აქვს გადაღებული. და თვათ კაუდელკა არ ვარ. რთულია, რომ რუტინად არ იქცეს ყველაზე შემოქმედებითი საქმეც. კი, მაგალითად, შენთვის ფოტოგრაფია. ქონია ეგეთი მომენტი, როცა გიფიქრია, რომ ცოტა რუტინულია. რაღაც ეტაპებზე არის კი. კრიზისი ქვია მაგას შემოქმედებითი? ალბათ, ეგეც შეგიძლია დაარქვა. მომიყვები უკეთესად, აი რა ხდება მაგ დროს, როცა ხვდები, რომ რაღაც რუტინულია. უნდა შეისვენო. პაუზა გააკეთო და სხვა რამეები აკეთო საერთოდ. მე წიგნი წაიკითხო, რავი, ფილმი ნახო, მუსიკას უსმინო. და მე შეიძლება თავიდან დაიწყო ისე, რომ რაღაც ახლებურად გააკეთო რაღაცები და დაბრუნდება ის ჟინი თუ რაც ქვია. ასე აკეთებდი. მაგ დროს შეიძლება დამწყებს შეეშალოს და იფიქროს, რომ არასწორად აირჩია პროფესია. ეგეც შეიძლება მოხდეს. მაგრამ შეიძლება არც იყოს ეგც და არის. ამიტომ პაუზას გააშიან, პაუზის მერე როგორ დაბრუნდები. შენ როგორ მიხვდი, რომ ეს ნამდვილად შენი არის? მაგაზე ესეთი პასუხი მაქვს. საკმაოდ დიდი ხანია ვარ უკვე ამ სფეროში, რომ თავი დავანებო და სხვა რაღაცა ვაკეთებ. ხო, აი ქუჩაში მოწყალების თხოვნელებს ვერ ვიღებ. რატომ? არ ვიცი. არ ვიცი რატო უნდა გადავიღო, ანუ ამით რა შეიძლება, არ ვიცი. ანუ სხვას რო ვაჩვენო რა. შენი აზრით ფოტო ყოველთვის უნდა ცვლიდეს? შეიძლება შეცვალოს. მაგრამ ცდელობის რაღაცა უნდა იყოს. კითხვები უნდა გააჩინოს ყოველ შემთხვევაში. წრე დავარყეთ. ყველა გზას თეთრით არ მოვყავარ. როგორი ქუთაისი გვაჩვენე, როგორ ფიქრობ? რარიცხვია დღეს 17 აპრილის 2 საათიდან 4 საათის შუალედის ერთ მონაკვეთში არსებული სიტუაციის არც თუ ისე კარგი დოკუმენტური. მადლობა მასპინძლობისთვის. პირიქით მადლობა.